სალამი მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ და ამ კითხვის შემდეგ დავამთავრებთ ბიბლიურ კითხვები და პასუხებს, რომელსაც ჯონ მაკარტონმა პასუხები გაცა 2017 წლის 20 აგვისტოს და ეს არის 66-ე ნაწილი. შემდეგი კითხვა ძალიან საინტერესოა და Rachel's აინტერესებს თუ სად მოძებნოს ბიბლიური მუხლები, სადაც ლაპარაკია რომ ყველა ქრისტიანს უნდა ყავდეს თუ არა სულიწმინდა. და ეს ძალიან საინტერესოა, ბევრს აინტერესებს ხოლმე, ბევრი შეიძლება დაბნეულიც არის ამ საკითხთან დაკავშირებით და მოდით მოვუსმინოთ რა სიტყვის ჯონ მაკარტური და რომელ ბიბლიის მუხლებს მე უფრო კიდევ რამოდენიმე მოვიყვანე, თუ ბატონმა ჯონმა ერთი მუხლი ახსენა, მე იქ ნაწილი მთლიანად წაგიკითხავთ მაგას. საღამოში დევსე პასტორ ჯონ, მე რეიჩელი მქვია. გამარჯობა რეიჩელ, სულიწმინდა სამების პიროვნებაა, რომელიც მე კარგად არ მესმის. რადგან დღესდღეობით გალატელთა მიმართ ეპისტოლეში სულიწმინდის შესახებ სწავლობდით და აქედან მინდა კითხოთ. სად არის წმინდა წერილში ნათქვამი ან დადასტურებული, რომ სულიწმინდა დღეს ქრისტიანებში მკვიდრობს? გორინ დღესდღეობით ცოტათი შეეხეთ ამ საკითხს. შეგიძლიათ უფრო დეტალურად ამიხსნათ, იქნებ რამდენიმე მუხლი მომაწოდოთ, რომ შევისწავლო. დიახ, აუცილებლად რეიჩელ, გთხოვთ მე რომ დამთავრდება საუბარი მიდით წიგნების მაღაზიაში და იქ მოძებნეთ, არის წიგნის სახელწოდებით ჩუმი მწყემსი. და თუ წიგნის ამ მაღაზიაში ვერ იპოვნით, მაშინ გთხოვთ მობრძანდეთ ჩვენთან მადლი ჩვენთვის, ჩვენს ორგანიზაციაში და ჩვენ აუცილებლად მოგცემთ ერთ წიგნს. და ეს არის წიგნი, რომელიც მე დავწერე სულიწმინდის შესახებ. ეხლა კიდე მოდით თქვენ რაც ითხოვეთ, მოდით მოვუსმინოთ რომაელთა მიმართ მერვე თავს, მე მე-9 მუხლს გამოყოფთი, მაგრამ მე წავიკითხავ ამ ნაწილს. ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, ვინც ქრისტე იესოში დადის, არა ხორციელად, არამედ სულიერად. რადგან სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამანთავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან. ვინაიდან რა კი ვერ შეძლო ხორცის მეშვეობით დაუძლურებულმა რჯულმა ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და ცოდვის გამო მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში, რათა აღსრულდეს რჯულის სიმართლე ჩვენში, რომლებიც დავდივართ არა ხორციელად, არამედ სულიერად. ვინაიდან ისინი, რომლებიც ხორციელად არიან, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომლებიც სულიერად არიან, სულიერზე. რადგან ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები სიცოცხლე და მშვიდობა. იმიტომ რომ ხორციელი ფიქრები ღვთის მტრობაა, ვინაიდან არ ემორჩილება ღვთის რჯულს და არც შეუძლია. ამიტომ მათ, რომლებიც ხორცში არიან, არ ძალუც ასიამოვნონ ღმერთს. ხოლო თქვენ, აი ახლა არის ის თავი მე-9 მუხლი, ადგილი, რომელიც ჯონ მაკარტურმა მოიყვანა. ხოლო თქვენ ხორცში კი არა ხართ, არამედ სულში. თუ ღვთის სული ცხოვრობს თქვენში, ხოლო ვისაც ქრისტეს სული არ აქვს, ის მისი არ არის. და თუ ქრისტე თქვენშია, სხეული მკვდარია ცოდვებისათვის, ხოლო სული ცოცხალია სიმართლისათვის. და რა კი თქვენში იმყოფება მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, მაშინ ის, ვინც ქრისტე იესო აღადგინა მკვდრეთით, თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც თქვენშია დამკვიდრებული. ხედავთ? ამიტომ თუ მას ეკუთვნით, ლაპარაკია იესო ქრისტეზე, თქვენ აუცილებლად უნდა გქონდეთ სულიწმინდაც. და აქედან იწყებთ თქვენ ამასთან შესწავლას. საქმე იმაში არ არის, რომ თქვენ უნდა ეძებოთ ან ელოდოთ სულიწმინდას, არა იმაში, რომ თქვენ უკვე გააქვთ სულიწმინდა. და კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე მე-12 თავში, გახსოვთ მე-4 მუხლი, ნიჭების სხვადასხვაობა იქ ჩამოთვლილი, მაგრამ სული ერთი და იგივეა. შედეგ მე-7 მუხლში თითოეულს ეძლევა სულიც გამოცხადება საერთო სიკეთისათვის. თითოეულს ეძლევა სულის გამოცხადება. ყველას გვაქვს სულიწმინდა, ეს ნათელია. და თუ არა გაქვთ სულიწმინდა, თქვენ მაშინ მორწმუნე არ ახართ, ქრისტიანად არ ითვლებით. შემდეგ კიდევ ერთი მონაკვეთი შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი, 1 კორინთელთა მე-6:19. ნუ თუ არ იცით, რომ თქვენი სხეული სულიწმინდის ტაძარია, რომელიც თქვენშია და რომელიც ღვთისგან გაქვთ, რომ თქვენ არ ეკუთვნით თქვენ თავს, რადგან ფასით ხართ ნაყიდი, ამიტომ ადიდეთ ღმერთი თქვენს სხეულებში. ეს არის 1 კორინთელთა 6:19. ანუ თქვენი სხეული სულიწმინდის ტაძარია. არსებობს სხვა მრავალი წმინდა წერილი, შეგიძლიათ მათგან დაიწყოთ, თუ გაქვთ ბიბლიის კონკორდატი, შეიძლება მოძებნოთ სულიწმინდა მის ბოლოში და უბრალოდ გადახედოთ ყველა მონაკვეთს ბიბლიურ, რომელიც სულიწმინდას ეხება.
სულიწმინდა ეს არის იგივე ღმერთი, სრული ღმერთი, როგორც მამა და როგორც ძე. და ბიბლია ბევრ რამეს გვეუბნება სულის შესახებ. კიდევ ერთი რამ, რასაც გიჩვენებთ, ახალ წიგნში ბიბლიური დოქტრინა, ყველა მიიღეთ ეს წიგნი, ძალიან საინტერესო წიგნია ბიბლიური დოქტრინა. არის მთელი განყოფილება სულიწმინდის შესახებ. და მე გეტყვით ერთ რამეს, რადგან ამას სერიოზულად თქვენ კითხულობთ, წადით წიგნების მაღაზიაში და უთხარით მათ მარკს, წაიყვანეთ მარკი და უთხარით, რომ მისცენ ბიბლიური დოქტრინის ასლი. და დაეხმარონ მას, მანქანამდე მიტანაში მძიმე წიგნია. ასე რომ გმადლობთ. და შეგვიძლიათ რომ წაიკითხოთ. სულის შესახებ მთელი ეს ნაწილი უპასუხებს თქვენ კითხვას. და რიჩელი მადლობას ეუბნება ჯონ მაკარტურს.